ბევრი თქვენთაგანი მეკითხება თუ როგორ მოიქცნენ, როდესაც უძრავი ქონების ლიცენზიას მოიპოვებენ. ანუ თქვენ ჩააბარეთ გამოცდა, სახელმწიფო გამოცდა და მოიპოვეთ თქვენი შტატის უძრავი ქონების ლიცენზია. რა გავაკეთოთ შემდეგში? პირველ რიგში უნდა მოიძიოთ უძრავი ქონების კომპანია, ბროკერი, რომელიც დაგასპონსორებთ და რომელიც აგიყვანთ სამუშაოზე. საწავიდეთ ბროკერთან, რომელიც ყველაზე მეტ საკომისიოს გთავაზობთ თუ ბროკერთან, რომელიც ყველაზე მეტ განათლებას გთავაზობთ. ალბათ მიხვდით, რომ 0-დან 100% საკომისიო მაინც 0-ია. ამიტომ პირველი 2 წელი მიუხედავად იმისა, თუ თქვენ რას ფიქრობთ, თუ სუპერ ტალანტი არ ბრძანდებით და არ შეგიძლიათ თქვენი ორგანულად მოიპოვოთ, თქვათ, უძრავი ქონების საქმიანობა, გირჩევთ, რომ წახვიდეთ ბროკერთან, რომელიც გთავაზობთ განათლების გარკვეულ სისტემას თვითონ ამ კომპანიაში, სადაც თქვენ იმუშავებთ. რამე თუ პირველ რიგში გჭირდებათ შეიძინოთ ცოდნა, უძრავი ქონების საქმიანობა არის ისეთი რამ, სადაც ყოველ წელს თქვენ უფრო მეტ გასამსჯელოს ღებულობთ, რამე თუ უფრო მეტი ნაცნობობა გყავთ, მეტი კლიენტები, რეკომენდაციები და ასე შემდეგ. ამიტომ ნუ იფიქრებთ საკომისიო შემოსავალზე, პირველ რიგში იფიქრებთ განათლებაზე. რამე თუ ეს ინვესტიცია თქვენი დროის დაგეხმარებათ მომავალში მაქსიმიზირება გააკეთოთ თქვენი შემოსავლის. ხშირად ბროკერები ეძებენ აგენტებს, რომლებსაც აქვთ უკვე გამოცდილება. ასე რომ თლათ ისეც არ არის, რომ ყველა ეძებს და ყველას სჭირდება დაიქირავოს ახალბედა აგენტები. ამიტომ, როდესაც თქვენ ბროკერს მოიძიებთ, შეეცადეთ გაიგოთ, თუ რას გთავაზობთ ეს საბროკერო, ეს კომპანია, რა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს და ასევე ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენ ყველას ასე ძალიან სჭირდებით. რამე თუ პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ კარგი ბროკერი, რომელიც გაგანათლებთ, გაგაკვალიანებთ, მოგცემთ საშუალებას მოიძიოთ მეტი საქმიანობა და მეტი ბიზნესი და იყოთ წარმატებულები. პირველ რიგში იფიქრეთ, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ თქვენ, რამე თუ წლების განმავლობაში ეს სწავლა გამოგადგებათ იმაში, რომ იყოთ მეტად წარმატებულები. რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორს საქართველოში და თუ როგორ მუშაობენ უძრავი ქონების აგენტები ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში მოგეხსენებათ, არ არის ჯერჯერობით რეგულაცია, ლიცენზირების რეგულაცია არ არის, მაგრამ არსებობს საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია, რომელსაც აქვს შიდა სერტიფიცირების კურსები. და პირველ რიგში, როდესაც თქვენ იწყებთ მუშაობას უძრავი ქონების პროფესიონალთან, შეეკითხეთ, არის თუ არა ის საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი. თუ არის, ეს უკვე საკმაოდ კარგი საწინდარეა იმის, რომ თქვენთან მუშაობს პროფესიონალი. რამე თუ ჩვენი ასოციაცია საქართველოში სთავაზობს ჩვენს აგენტებს იგივე კურსებს, როგორცაც სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების რეალტორთა ასოციაცია. ჩვენ ვართ პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი აგენტები გადიან იგივე საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორცაც ამერიკელი რეალტორები გადიან. ასე რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა ბევრად ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი უძრავი ქონების სპეციალისტები პირველ რიგში, რომლებიც არიან წევრები ჩვენი ასოციაციის, არიან პროფესიონალები, ნამდვილი პროფესიონალები და ასევე მხოლოდ ეს ადამიანები არიან რეალტორები. ასე რომ ყველა დანარჩენი არის უძრავი ქონების აგენტი ან ინდმეწარმე, ხოლო წევრი ადამიანები არიან უძრავი ქონების აგენტები, რეალტორები.